საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფნის გასწვრივ ერთიან ტარიფებზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანული მედიის ცნობით ეს გადაწყვეტილება შუა დერეფანში შეფერხებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელსაც საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზამ ალმათიში გამართული ახალი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი. გეგმის მიზანია ტრანსპორტირების ეფექტურობის გაზრდა ევრაზიის დერეფანში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, ის ასევე მიზნად ისახავს ლოგისტიკური პროცესების ინტეგრაციას და მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებას სამ რკინიგზის ადმინისტრაციას შორის. ფოთი თბილისი ფოთის შემდეგ საქართველოს რკინიგზა ბლოკ მატარებლის საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს, მხარეებმა შეთანხმებას ხელი ალმათიში მოაწერეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელების გამარტივებულ ტერმინალის კარამდე სერვისს თავაზობენ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი ბლოკ მატარებელი ბათუმი, ფოთი, თბილისი, აფშერონი, სუმგაიტი, ალიატის მიმართულებით იმოძრავებს და ბლოკ მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ორგანიზაციის მოლოდინით 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, მანამდე ნავარაუდები 2.9%-ის ნაცვლად. ანგარიშის თანახმად უცვლელია მომდევნო წლის პროგნოზი და კვლავ 2.9%-ია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალი ტარიფები და მიმდინარე პოლიტიკური გაურკვევლობა ინვესტიციებსა და ვაჭრობას ანელებს, ამიტომაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით დაბალი იქნება. თურქულმა ავიაკომპანია აჯეტმა თურქეთის დედაქალაქ ანკარადან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში მიღება გაიმართა. აჯეტი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა და რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიავიმოსვლის დაწყებას წინ უძღოდა ორი ქვეყნის მთავრობებს, მათ შორის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური ავიავიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. 2024 წლის მონაცემებით ორ ქვეყანას შორის 1.200.000-ზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა. საქართველოში სურსათის პირველი ავტორიზებული ბანკი უკვე ფუნქციურია. პროექტის ინიციატორები არიან საქველმოქმედო ორგანიზაცია ენკენია და გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. სურსათის ბანკი არის დიდი საწყობი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოგისტიკურად ჭარბის სურსათის მიღებას და იმ ადამიანებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს, ვისაც ის სჭირდება. როგორ მუშაობს სურსათის ბანკი, ვინ არიან ბენეფიციარები და როგორ მიმდინარეობს საკონტროლო პროდუქტის დარიგების პროცესი, გაფართოების გეგმებსა და დამხებელობის მექანიზმებზე ვსვლად სასაუბროთ. ჯუბა მარუაშვილი, ფაოს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ჯუბა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორც ყოველთვის თქვენი სტუმრობიდან და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, რას მოიცავს სურსათის ბანკი, რომ გითხრათ, როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უკვე შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს პირველი სურსათის ბანკი თბილისში, მათ შორის გაფართოების გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრეთ. მშვიდობის, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ვიდრემდე აი ამ პროცესამდე უშუალოდ სურსათის ბანკამდე მივიდოდით, ჩვენ საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ, დაახლოებით 8 წელი დაგვჭირდა ჩვენ საკანონმდებლო პროცესის და პოლიტიკის შემზადებისთვის, შემუშავებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოში ამოქმედებულიყო სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის გადანაწილების სისტემა. სურსათის ბანკი არის ერთ-ერთი რგოლი მთელს ამ პროცესში და მთელს ამ სისტემაში, იმიტომ რომ უმთავრესად ჩვენ, რა თქმა
თქმა უნდა მიზნად ვისახავთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები სურსათი გაიფლანგოს ქვეყანაში და ის მოხმარდეს შესაბამის ადამიანებს იმ დაგვარად, რომ მაქსიმალურად საჭიროება, მათი საჭიროებები დაკმაყოფილდეს. და ამ მოცემულობას გარდა სიკეთისა ახლავს ასევე სხვა ბევრი დადებითი და სწორედ ეს ამის გაუსვათ ხაზი. ცხადია, ანუ მთლიანობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გარდა სურსათის ბანკისა და თქვა გადანაწილებისა აქვს ამას არაერთი მხრივი ეფექტი, თქვა გარემოს დაცვითი, არის თქვა ეკონომიკური, სოციალური და ასე შემდეგ. ამიტომ სურსათის ბანკი დაფუძნდა საქართველოში როგორც სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ორგანიზებულად ჭარბი უნებელი სურსათის გადანაწილება მოსახლეობაზე. ამისთვის შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი, კერძოდ ყველაზე უმთავრესი კომპონენტი საგადასახადო შეღავათები დონაციის შემთხვევაში, როდესაც კერძო სექტორს მოეხსნა ის ბარიერები, რაც დაკავშირებული იყო, თქვა სურსათის უფასოდ გაცემის, გაჩუქების შემთხვევაში, ეს პროცესი ექვემდებარებოდა საგადასახადო დაბეგვას, დამატებითი ღირებულების გადასახადს. ახლა აი ამ საკანონმდებლო და კანონით მოიხსნა ეს ბარიერი, მთლიანად მოიხსნა ასევე მოგების გადასახადი. შესაბამისად, სრულად გახსნილია გზა იმისთვის, რომ მოხდეს სურსათის დონაცია იმდაგვარად, რომ დამატებითი ბარიერები არ იქნას შექმნილი. თუმცა დონაციის პროცესს თავად ჭირდება ორგანიზება. ეს არის FAO-ს ინიციატივა წლების წინ გლობალურად გახმიანებული და შემდეგ უკვე არაერთ ქვეყანაში წარმატებულად მიმდინარე ინიციატივა სურსათის ბანკს გულისხმობ, რაც აჩვენებს, რომ ასეთი სისტემების არსებობა, ასეთი ორგანიზებული გადანაწილების სისტემის არსებობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს სურსათის სწორად მოხმარებას, დაზოგვას და შემდეგ გადანაწილებას მოსახლეობის ძალიან საინტერესო. სურსათის ბანკის მუშაობის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დონაციის ფორმების. ჰორეკა სექტორის, არის სწორედ ბიზნესი, ასევე სუპერმარკეტები, კერძო ბიზნესი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ხომ ასეა? რამდენად არიან ისინი მზად და სწორედ ამ საკანონმდებლო დონეზე დაწესებულმა შეღავათებმა რამდენად მისცემათ ბიძგი, რომ აკეთონ ეს საქმე? სურსათის ბანკის ავტორიზაციის და ზოგადად აი ამ ავტორიზებული სტატუსის მიღების პარალელურად ავტორიზაციას ექვემდებარება თავად გამცემი, ანუ სურსათის გამცემი და ამ შემთხვევაში თქვა პირობითად თუ ავიღებთ საცალო ვაჭრობის ქსელს, მათაც უნდა გაიარონ ავტორიზაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში. რამდენადაც ჩვენ საუბარი გვაქვს უკვე დახლიდან მოხსნილ, მაგრამ უვნებელ, ჭარბად დაგროვილ სურსათს. შესაბამისად, უკვე დღეის მონაცემებით ავტორიზაცია გავლილი აქვს ორ უმსხვილეს უпростоრად საცალო ვაჭრობის ქსელს. მიმდინარეობს თქვა აი მომზადების პროცესი, სურსათის კატეგორიზაცია, დახარისხება და შემდეგ უკვე სურსათის ბანკისთვის მიწოდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქონლო-მქონდო ორგანიზაცია ენკენიამ შეძლო და მოახერხა ის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ყველანაირი დაფინანსების გარეშე მე გულისხმობ თქვა ესეთი დონორის მოძიების გარეშე მათ უზრუნველყოს ის, რომ ფაქტიურად გაერთიანდნენ ადგილობრივი ბიზნესი, ფონდი შირაკი დაეხმარა მათ და მათ გაიარეს სრულყოფილად მთელი ეს პროცედურები, ავტორიზაციის მინიჭება გულისხმობს გარკვეული ინსპექტირების პროცედურასაც, იმიტომ რომ სურსათის ბანკი ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სასაწყობე სივრცე, სადაც განთავსებულია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი, ეს შეიძლება იყოს მშრალი პროდუქცია, ეს შეიძლება იყოს ხილბოსტანი, შესაბამისად იქ არსებობს მოთხოვნები, ჰასპის სტანდარტის გათვალისწინებით მოთხოვნები, თუ როგორ რა პრინციპით უნდა იყოს განთავსებული სურსათი. თუ არსებობს, როდესაც პროდუქტთან და საკვებ-პროდუქტთან გვაქვს საქმე, ალბათ სიფრთხილეც არის საჭირო და მალფუჭებადი პროდუქტები არის შეზღუდული, როგორც იცით, ძირითადად რა ტიპის პროდუქციაა განთავსებული? მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, დაახლოებით 25 დასახელების და კატეგორიის პროდუქტია, ეს არის ძირითადში მყარი, მშრალი პროდუქცია, ბურღულეული, თქვათ, პურფუნთუშეული, ხილბოსტნეული თავიდან ბოლომდე და თქვათ იგივე შესაძლებელია ეს იყოს თქვათ ბულანჟერიის პროდუქტი, თქვათ ბისკვიტეული, ოღონდ
მაგალითად იმ შეზღუდით, რომ არ უნდა იყოს შიგთავსი მალფუჭებადი, ხო? რა თქმა უნდა, აქვე გამორიცხულია დასაწყისშივე მაგალითად რძის ან ხორცის პროდუქტები, იმიტომ რომ ამ თელს ამ პროცესს ბუნებრივია ეს არის ძალიან სიკეთისკენ მიმართული, თქვათ, ინიციატივა, მაგრამ პირველ რიგში არის უვნებლობა ამოსავალი წერტილი. რა თქმა უნდა და მთელი ეს ავტორიზაციის პროცესი, რასაც თქვათ აი სურსათის ბანკები გადიან, სწორედ დაკავშირებულია უვნებლობასთან, შემდგომ კონტროლთან, რომ სურსათი განთავსებული იქნას და განაწილებული იქნას იმდაგვარად, რომ არ შეიქმნას რაიმე რისკები, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული. ბატონო ჯუბა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პროდუქცია გადაეცემათ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ. ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც სჭირდებათ, როგორ ხდება მათი იდენტიფიცირება და ამ ეტაპისთვის თუ შეგვიძლია რაოდენობრივად განსაზღვროთ, თქვათ, რამდენი ადამიანის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი და რა ინტენსივობით. კი ბატონო, მე რამდენადაც FAO უშუალოდ არ არის პროექტის განმახორციელებელი და არამედ პროცესის ინიციატორი, მათ შორის საკანონმდებლო და პოლიტიკის შექმნის მიმართულებით, ჩვენ უკვე უშუალოდ საქველმოქმედო ორგანიზაციების მაგალითზე მოწოდებული ინფორმაციით ვიცით, რომ მათ ყავთ თავიანთი ბენეფიციარები, რომელთაც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ და ეხმარებოდნენ. ეს არის ძირითადად სოციალურად დაუცველი კატეგორია და შესაბამისად ენკენიას შემთხვევაში მე როგორც თქვა თავად აქვს ეს მონაცემი, დაახლოებით 2000 ბენეფიციარზე საუბარი თბილისსა და რეგიონებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურსათის ბანკიდან გასული პროდუქცია ამ მოცულობას მოიცავს, იმიტომ რომ ჯერ ეს ყველაფერი საწყის ეტაპზეა, დაძრულია პირველი ჩვენ თავად დავაკვირდით ამ პროცესს და კადრებშიც ჩანს, რომ ჩვენ დავაკვირდით აი პირველი სურსათის სხვადასხვა კატეგორიის სურსათის გაცემის პროცესს და აბსოლუტურად ბუნებრივად როგორ მოდიოდნენ ბენეფიციარები, როგორ ხდებოდა მათი აღრიცხვა, რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი თავად ვერ მოდიოდნენ და ამის საჭიროება არის, ორგანიზაცია თავად მიდის მაგალითად ადგილზე და აწვდის ამ პროდუქციას. პროდუქციის მიწოდების პროცესი კი უნდა წარმოვიდგინოთ და ეს რეალობაშიც ასეა, რომ ორგანიზებულად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია ეწყობა სპეციალურად გამზადებულ შესაძლებელია იყოს ყუთები ან ჩანთები და ასეთი ორგანიზებული პრინციპით ხდება, ანუ არ არის აქ მოცემულობა და არავინ არ უნდა წარმოიდგინოს ისე, რომ თქვათ შეიძლება დაგროვდეს რაღაცა გარკვეული რაოდენობის პროდუქცია და ერთმა ბენეფიციარმა შეიძლება თქვათ შეუზღუდავი რაოდენობის გაიტანოს. გასაგებია, გადაწილების სამართლიანი პრინციპი არის. FAO-ს როლი მინდა განსაზღვროთ ახლა მთელს ამ პროცესში ჩვენს ქვეყანაში, რომ გითხრათ თქვენ და საზედამხედველო ფუნქცია რამდენად გააქვთ თქვენ შეთავსებული და ასევე რა არის თქვენს ხელთარსებული ბერკეტები იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოთ და ვთქვათ არსებული გამოწვევა პრობლემა იმ დროისთვის აღმოფხვრათ. როგორც თავში მოგახსენეთ, ჩვენ წლების წინ 2015-ში იყო პირველი მოსინჯვა ამ პროცესის, შემდეგ 2018-ში FAO-მ და 2019-ში უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით დავიწყეთ უკვე ინიციატივა, ავიღეთ ხელში, რაც გულისხმობდა თავით აბსოლუტურად ცარიელ ველზე მოსინჯვა პროცესის თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოში სურსათის გადანაწილების სისტემა აწყობილიყო, მათ შორის უმთავრესად ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მთელი ეს პროცესი გავიარეთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, პოლიტიკის და შემდეგ კანონმდებლობის შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა მაქსიმალურად იყო ღია კონსულტაციები, ეს არის 2022-2023 წლები და საბოლოოდ 2023 წლის ბოლოს უკვე ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად მიღებული იქნა აღნიშნული კანონი. ჩვენ ახლა შემდეგ უკვე კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ კანონქვემდებარე აქტებზე, ახლა ვაგრძელებთ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობას. FAO ინარჩუნებს პოზიციას ამ პროცესში, არა უშუალოდ თქვა სურსათის ბანკის განხორციელების
ნაწილში, არამედ მთლიანობაში, თქვათ, პოლიტიკის, კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ნაწილში, საერთაშორისო პრაქტიკების, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ მაგალითად ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც თქვათ ენკენიას ან თქვათ სხვა სურსათის ბანკს შეიძლება აღმოაჩნდეს საჭიროება, რომ მაგალითად გაჩნდეს ისეთ ტიპის შეკითხვები მეთოდოლოგიასთან ან პრაქტიკებთან დაკავშირებით, ჩვენ აი ამ ცოდნას, რეკომენდაციებს და მათ შორის ექსპერტიზას ისერად ვამობილიზებთ და თქვათ ვეხმარებით აი ამ პროცესს, რომ შედგეს და მაგ განვითარდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ, ჭირდება ნაბიჯი მრავალი იმისთვის, რომ ეს სრულყოფილად ამუშავდეს, მაგრამ თავარია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე და ყველა პასუხისმგებელი უწყება ამ პროცესში მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ის რაც თავში დავიწყეთ, ბოლომდე მივიდეს და მიზანი რა თქმა უნდა. კი ბატონო, საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ რეგიონში საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ამოქმედდა უკვე ავტორიზებული სურსათის ბანკი. შემდეგი სურსათის ბანკი თუ ვიცით უკვე სად იქნება, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ და უნდა დაგესწრებით. წყალტუბოში ველოდებით შემდეგ სურსათის ბანკის გახსნას, ესეც არის მიმდინარე პროექტი და ზოგადად ამ პროექტით დაიწყო საპილოტო პროექტით. პირველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ენკენიამ დაასწრო. ველოდებით გახსნას, უბრალოდ ისინი გადიან ამ პროცედურას, რაც აღიარებასთან ავტორიზაციასთან არის დაკავშირებული და რამდენადაც ახალი ინიციატივა, ამათ არ აქვს, თქვა წარსულში საქველმოქმედო საქმიანობის ისტორია და დამატებით გარკვეულ მოთხოვნებთან არის ეს დაკავშირებული და დრო ჭირდება. მთავარია, რომ ჩვენ პირველი პრეცედენტი უკვე და პირველი, ასე ვთქვათ, მერცხალი ჩაშვებული ამ პროცესში და ველოდებით წყალტუბოს, ასევე ჩვენ მქონდა დამატებითი კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან რეგიონებში, სინჯავთ სხვადასხვა მოდელს, მათ შორის როგორი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ადმინისტრაციის და მოხდეს ამ პროექტის რეგიონული გაშლა, ხო? გაშლა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ შორის სურსათის რაოდენობაზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, რომ და კიდევ ერთხელ რომ ინტერესდებით ამ საკითხს. ნამდვილად არაჩვეულებრივი ინიციატივა და ჩვენ რიგით მომხმარებლებსაც შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამაში, ამასაც უნდა გაუსვათ ხაზი. ჩვენ ვიცი რომ დრო შეზღუდული გვაქვს, მაგრამ სწორედ ენკენიას ინიციატივით ერთ-ერთ საცალო ვაჭრობის ქსელში ძალიან მალე გამოჩნდება სალაროებთან სპეციალიზებული ყუთები, წარწერით სურსათის ბანკი, სადაც უკვე უშუალოდ ჩვენ მომხმარებლებს შეგვიძლია შესყიდული პროდუქციიდან გავიღოთ გარკვეული წვლილი და შევიტანოთ. კი ბატონო, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში, მხოლოდ ამბის მოწონება არ კმარა და გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს სიკეთე ჩვენი წილი ვაკეთოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, სიახლეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, გელოდებით ჩვენთან. ჯუბა მარუაშვილი, ფაოს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით პირველ სურსათის ბანკზე ჩვენს ქვეყანაში.